ვარ ნიკოლოზ ლორენცო ლორია, ყველა მიცნობთ ისე როგორც ლორენცო. ბავშვობაში მეძახდნენ ნაბიჯვარს. კი. მე არ ვიცოდი 10 წლამდე ვინ იყო მამაჩემი. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ წარმოიდგინე პატარა ბავშვს ყოველთვის ესმის ზურგს უკან რაღაც ლაპარაკები, ნიკა სად არის მამაშენი. ნიკა სად არის მამაშენი, მამაშენი ვინ არის და წარმოიდგინე ბავშვი რომელსაც ამ ყველაფერზე პასუხი არ აქვს. დედაჩემი და ჩემი ბიოლოგიური მამა შეუღლებულები არ ყოფილან. ყოველთვის, როდესაც მსგავსი ტიპის კითხვები გამიჩნდებოდა ხოლმე, დედაჩემს მიყავდი ზოოპარკში. ეს რაღაც თითქოს გასანეიტრალებელი თემა იყო, რომ რაღაცებისგან ყურადღება გადამეტანა. 10 წლის ასაკში პირველად შევხვდი მამაჩემს, მაშინ ქართულ ცეკვას ვსეკვავდი და საბერძნეთში მივდიოდი გასტროლებზე. სოლისტი ვიყავი და მჭირდებოდა მამის მინდობილობა. სწორედ მაშინ პირველად ნახე ადამიანი, რომელმაც მითხრა ესეთი სიტყვები. შვილო, მე მამაშენი ვარ. ამ ყველაფრის გააზრება, რომ არსებობდა ადამიანი სადღაც, რომელსაც მამაშენი ქვია და რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არ იცნობდი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვობაში გეძახდნენ ნაბიჯვარს, ძალიან რთული იყო. უყურებდი ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. ყავს უამრავი და-ძმა, რომელსაც არ ვიცნობ, შეხება არ მაქვს. ყოფილა ეგეთი მომენტიც, როდესაც გავიაზრე, რომ პრობლემა ჩემში ხომ არ არის და მე თუ დავუშვათ იმ ადამიანისთვის ასურველი არ ვარ, ეს ყველაფერი გასაგებია. მიჩეული ვარ უკვე იმ სიტუაციას, რომ ბავშვობიდან საკუთარ თავს მივიცავ, ბავშვობიდან მე ვიბრძვი რაღაცეებისთვის. არის რაღაცეები, რაშიც გჭირდება, ფიქრობ იმ ადამიანის ხელი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს შენზე, რომ კონკრეტულ დანიშნულებამდე მიგიყვანოს, რაც ჩემ შემთხვევაში არის. ფეხბურთის თამაში დავიწყე 10 წლის ასაკიდან, საკმაოდ კარგი მონაცემები მქონდა. ვიტყოდი, რომ დღეს ძალიან დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. არაერთ გრანდში, ეს შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს ვიღაცეებისთვის, მაგრამ ძალიან ტექნიკური ვიყავი და ძალიან სწრაფი ვიყავი. ეს ყველაფერი 30 წლის ასაკშიც რაღაცები შემომრჩა, მახსოვს მით უმეტეს რომ ბურს დაახლოებით 12 წელია უკვე არ გავკარებიო. 12 წლის ასაკში სიგარეტის მოწევა დავიწყე, მაიმუნობები დავიწყე და 13 წლიდან უკვე ალკოჰოლიც დავიწყე. ეს ყველაფერი კარგი არ არის, მაგრამ მე ყურადღების გადასატანი რაღაც ნიშნულობები რომ მიმექცია მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება ამას ვერ ვაქცევდი, იმიტომ რომ დედა მუშაობდა, დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ ვიცი, ჩემთვის განათლება მოეცა და დღესაც, არ ვიცი, დედა ჩემი ემიგრანტია, მე დედა ჩემისგან არანაირი ტიპის დახმარებას არ ვიღებ, არასოდეს არ მიმიღია. პირიქით დღესაც ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავაკეთო, რადგან საკუთარ თავს დაუძახო კაცი და არ ვიყო პატარა ბიჭი. სკოლაში კვირაში 6 დღე დაბარებული იყო დედა ჩემი, იმიტომ რომ ფანჯრიდან გადახტა, შატალოძე წავიდა, ის გააფუჭა, გაკვეთილზე სიგარეტი მოწია, ასე შემდეგ მოკითხვა ჩემს მასწავლებლებს. მამა ჩემი დაახლოებით 4 ჯერ მყავს ნანახი. ერთხელ ეგ იყო, ერთხელ სახში მოვიდა ჩემთან არაფხიზო მდგომარეობაში. ალბათ გაახსენდა რომ შვილი ყავს, არ ვიცი. იმდენად მიჩვეული ვიყავი იმ ფაქტს, რომ ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს ის ადამიანი, კაცი, მამა, რომელსაც რაღაცებს გავუზიარებ, რომელსაც რაღაცებს მოუყვები და თუნდაც კაცურ მამაშვილურ დარიგებებს მიიღებ. ამ ყველაფერს არ დავმალავ, ვეძებდი ყოველთვის ჩემ წარმოსახვაში იყო, დავუშვათ როგორი უნდა ვყოფილიყავი, როგორი კაცი უნდა ვყოფილიყავი. ამას შეიძლება ფილმებშიც ვეძებდი. ამას შეიძლება ქუჩაშიც იყო ვიღაც დავუშვათ ცოტა ისეთი ადამიანი, ვისგანაც რაღაცას შევადარიგებას მოვისმენდი ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობდი ვიღაცისგან რაღაც მესწავლა. ყოველთვის ვცდილობდი ვიღაცისგან ის საუკეთესო თვისება ამიღო, რითიც დავუშვათ ეს ყველაფერი მე კარგად აისახებოდა ჩემს ცხოვრებაზე. 7 წლის ასაკში, როდესაც ჩემ თანატოლს ესე თამაშის დროს ხელი აუქნიე და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მამამისი დაახლოებით 4-5 მეტრის გვერდით ლუცოლდა თავის მეგობართან, თავისი შვილი რო დაინახა, სისხლი მოდის, მოვიდა და 7 წლის ბიჭს მირთხა. წარმოიდგინე 7 წლის ბიჭს ურთხა მუშტები. ეს ყველაფერი საკუთარი თავის დაცვა მაგიტო ვიზახი, რომ რაღაცეები ადრეულ ასაკში მივხვდი, რომ ვერავინ ვერ დამიცავს. უნივერსიტეტში წავსულიყავი, ამისთვის ჯარც ვაბარებდი, იყო ეგ მომენტიც ჩემ ცხოვრებაში, რომ ფინანსურად ძალიან დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდი, როდესაც დავუშვათ დედა ჩემი გაკოტრდა, დაკარგა ყველაფერი
იყო პერიოდი, როდესაც კი უნივერსიტეტიდან მოვდიოდი ესე რაღაც ხუთშაბათი პარასკევი, ვიტყუებოდი რომ რაღაც გავცივდი, მივდიოდი, ფასლერობდი ბრჭყალებში, ვცდილობდი რაღაცები მეყიდა, ის თუნდაც ვაზები, შემდეგ ეს ყველაფერი მშრალხიძე წამეღო, იქ რაღაცები გადამეყიდა, ჯართი რაღაცები ჩამებარებინა და ხო, იყო ბევრი ესეთი მომენტი, როდესაც გადარჩენა ვისწავლე. ეს ყველაფერი პროცესი ამ მოიტანა, ჩემ განვლილი ცხოვრების პროცესია იყო ეს ყველაფერი, როგორიც ვარ დღეს.